სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დააგვიწოთ, ღმერთმა გააგახაროთ. პირველ რიგში გილოცავთ ყველა სამწყინვალ დღესასწაულს, ხარების დღესასწაულს და ეთყობა ტაძარსაც, რომ დღეს ხარების დღესასწაულია. მაგრამ ეზოც სავსეა, ტაძარიც სავსეა, ძალიან ბევრი ხართ მოსულები. აი ესეთივე, როგორც აი დღეს მოწადინებულები იყავით, დღეს წირვაზე მოსულს, აი ხარების დღეს საკუთარი თავის სიხარული მიგენიჭებინათ. აი ესევე ყველა კვირას უნდა იყოთ მოშურნე იმისა, რომ ყველა კვირას ღვთის სადიდებლად წირვაზე და ტაძარში მოხვიდეთ. რომ ღვთისმსახურებას დაესვათ. აი როგორც დღეს თვითონმა თქვენთაგანმა მოინდომა, რომ ხარების დღესწაულზე ამ საღვთო სიხარულში მასაც მონაწილეობა მიიღო, აი ესეთი სიხარულით უნდა ეშვირებოდეთ ყველა კვირას. და მხოლოდ ხარების დღესასწაულზე ბზობას, ნათლისღებას ან აღდგომას არ უნდა შემოიფარგლებოდეს თქვენ ეკლესიის სიარული. თორე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაშინ ადამიანს, როცა ადამიანი ყველა კვირაზეც ეკლესიაში, მას უკვე გააზრებული აქვს სულის ცხონება და ხდება ის იმას და იმ წუთში აფიქსირებს იმას, რომ მას ეკლესიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ღვთისმსახურების მოსმენის გარეშე მისი ცხონება არის წარმოდგენა და გადარჩენა, არის წარმოუდგენელი. აი როგორც დღეს ესე მოხვედი ტაძარში, ესე ყველა კვირას უნდა ერო ტაძარში. რაც შეეხება დღევანდელ საოცარ დღეს, დღეს არის ხარება არის დღესასწაულთა დღესასწაული. დაწყება ყველა დღესასწაულისა. რო არ ყოფილიყო ხარება, არ იქნებოდა შობა. რო არ ყოფილიყო ხარება, არ იქნებოდა აღდგომა. რო არ ყოფილიყო ხარება, არ იქნებოდა სულთმოფენობა. რო არ ყოფილიყო ხარება, არ იქნებოდა ამაღლება. რო არ ყოფილიყო ხარება, არ იქნებოდა არაფერი. ანუ კაცობრიობა ისევ დარჩებოდა უმძიმეს მდგომარეობაში და მისთვის ასუფეველის კარი არ იქნებოდა გაღებული. და ადამიანებსაც დღეს ცხონების გზა არ გვექნებოდა. ხარებამ განაპირობა ის, რომ გაიხსნა ყველა კარი, გაიხსნა სამოთხის კარი და ვინც საკუთარ თავს აიძულებს და მოთხოვს საკუთარ თავს ცხონებას, ის უეჭველად ცხონდება და ღვთისმსახურში დამკვიდრდება. თქვენ ყველა მიცით, რომ მაცხოვრის აღდგომამდე და მაცხოვრის ჯვარცმამდე ადამიანს როგორც გვინდა ეცხოვრა, აქ რაზგნა სიწმინდით ეცხოვრა, სულ რომ თავი შეეწირა სარწმუნოებისათვის, მომკვდარიყო ღვთისათვის, ის მაინც სამოთხეში ვერ შევიდა, იმიტომ რომ სამოთხის კარი იყო დახურული. დღეს ჩვენი სტიქაროსანი მეუნებოდა საოცარი ქადაგება გამახსენდა გრიგოლ ნეოკესარიელისა, რომელიც მე-3 საუკუნეში მოღვაწეობდა. ესეთ რამეს ამბობს გიორგი ნეოკესარიელი, გრიგოლ ნეოკესარიელი. აი ანგელოსთან საუბარზე საუბრობს და უხილავ ძალებთან საუბარზე საუბრობს. როდესაც ევა უხილავ ძალებს დაელაპარაკა, ანუ ანგელოზებს, ანუ დაცემულ ანგელოზს დაელაპარაკა, უხრწნელი ევა გახსნა ხრწნადი და სიკვდილი შემოიტანა მან ცხოვრებაში. ანუ ევას ანგელოსთან საუბარი, ანუ ანგელოზი მაუწყებელს ნიშნავს და ეშმაკიც ამ შემთხვევაში მაუწყებელია, რომელიც აუწყებდა ადამიანს რაღაცა და ისიც ანგელოზი იყო, რომელიც დაეცა და ევას საუბარი ანგელოსთან, ანუ ეშმაკთან საუბრით, ადამიანებში ხრწნილება შემოვიდა, სიკვდილი შემოვიდა ადამიანებში. და ღვთისმშობლის საუბარი და ხრწნილი ღვთისმშობელი, რომელიც უკვე ხრწნადობას იყო დაქვემდებარებული ღვთისმშობლის სხეული და უკვე ხრწნადობაში იყო ღვთისმშობლის სხეული, თვითონ ბუნებითად რომ ადამიანის სიკვდილს იყო დაქვემდებარებული. ღვთისმშობლის საუბარი ანგელოსთან, ანუ გაბრიელ ანგელოსთან, მან სიცოცხლე შემოიტანა და ცხოვრება შემოიტანა ჩვენში. და ადამიანებს ცხონების და გადარჩენის შანსი მიცა, რომ ადამიანი ცხონდეს და ადამიანი გადარჩეს. აი რამხელა განსხვავება ევასა და ღვთისმშობელს შორის. ამ განსხვავების წინაშე ჩვენ ყოველდღე ვდგავართ. ამ არჩევნის წინაშე ადამიანები ყოველდღე ვდგავართ. ვის დაუჯერებთ, ვის მივიღებთ? ჩვენ ყველა მიცით, რომ ჩვენთან სულ ორი აზრი მოდის ხოლმე. ან სიწმინდისკენ წავიდეთ, ან პირიქით წარწმუნდისკენ წავიდეთ. ამას ან ღმერთი გვთავაზობს, ან ეშმაკი გვთავაზობს. ეშმაკი გვთავაზობს, რომ წარვიწყდეთ სული და ღმერთი გვთავაზობს, სული ვიცხონოთ. ადამიანი საითაც მიდრეკავს თავის გონებას, ის იმისკენ იმას მიემსგავსება. ადამიანი, რომელიც მოусმენს ეშმაკს, მიემსგავსება ევას, რომელმაც სამოთხეში ხრწნილება შეიძინა და სიკვდილი შეიძინა. და ადამიანი, რომელიც ღმერთს მოусმენს, ამ ხრწნად სამყაროში, რომელიც სიკვდილსაა დაქვემდებარებული სხეული, თუ ის ანგელოს მოусმენს, მაშინ ის შეიძენს მარადიულ ცხოვრებას და მარადიულ ცხონებას და გადარჩენას. ეს ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ საით წავიყვანთ საკუთარ თავს. ჩვენთვის რა არის დღევანდელი დღე, რა არის ხარება? რითი ხარობს ჩვენი სული? რა გვინდა საკუთარ თავს შევძინოთ? რითი გვინდა რომ ჩვენ საკუთარი თავი გავაძლიეროთ, ღმერთს მიუძღოთ საკუთარი თავი? დღეს ესევე ხარების დღესასწაული არის, მე ესე ვფიქრობ, ეს არის ხალთა დღესასწაული. როდესაც ქალს მიენიჭა უპირატესობა და ღვთისმშობელზეა ნათქვამი, რომ ის არის აღმატებული სერაფიმებზე და ქერუბიმებზე, ანუ ადამიანებს შორის
თუ ვინმე დაავადებულა დედამიწაზე ადამიანური ბუნებით, მხოლოდ ადამიანური ბუნებით, ღვთისმშობელზე აღმატებული ადამიანი არ დაავადებულა. ღვთისმშობელზე უპირატესი ადამიანი არ დაავადებულა. მაცხოვარი იყო როგორც განკაცებული ღმერთი, ისე როგორც განკაცებული ადამიანი, ისე ღმერთი. ანუ მაშინ ორივე ბუნება ერთად იყო, ღვთისა და კაცისა. მაგრამ ღვთისმშობელში ღვთაებრივი ბუნება არ იყო, ის მხოლოდ ადამიანი იყო. და მან ადამიანობით მოახერხა ის, რომ ქერუბიმებზე, სერაბიმებზე და ყველა აღმატებულ ძალზე, ანუ უხილავ ძალებზე მაღლა დამდგარიყო. რატო? ერთი მიზეზი იყო ღვთისმშობლის ამისა, რომ მან ყველაზე აღმატებულად ჩაითვალა დედამიწაზე. ის იყო ძალიან თავმდაბალი. ის იყო ძალიან თავმდაბალი. ის ზედმეტად სიტყვას არ იტყოდა. დღეს აება დავაკვირდეთ ქალებს, როგორ ცხოვრობენ ქალები, როგორ არიან, აბა გინდა ღვთისმშობელი, გინდა ქალი, ნამდვილი ქალი იყო, დედა ღვთისმშობელს მიბაძავე. მაშინ დედა ღვთისმშობელს მიბეძე. დედა ღვთისმშობელი არასოდეს ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა. ძალიან თავმდაბალი იყო, ესე პირში არავის არ ეჩერებოდა, წივილ-კივილით არ ცხოვრობდა, არ კიოდა, არ წიოდა, არა, მასში ძალიან დიდი სიმშვიდე იყო. და ის იყო ძალიან თავმდაბალი, იმითაც რომ ის ერთ რამეს ფიქრობდა, როდესაც ის კითხულობდა ესაა წინასწარმეტყველო წიგნს და როდესაც მან გაიგო რომ აჰა ქალწული შობდა ძეს და დაიბადებოდა მხსნელი სოფლისა, მან ესეთი რამე ითხოვა ღვთისწინაშე რომ აუ ნეტა იმ ქალწულს, რომელიცგანაც ღვთისმშობელი იშობა, რომელიცგანაც მაცხოვარი იშობა და მომეცემა იმის საშუალება რომ მე ამ ადამიანის მსახური ვიყო, რომ მას მოვემსახურო მე. და მისი თავმდაბლობით ღირსი გახდა ის რომ თვითონ ღვთისმშობლის შოვლა წოდებულიყო და ღმერთი მისგან დაავადებულიყო, იმიტომ რომ ის თავმდაბლობის მაგალითი იყო. მაშინ ყველა ღირსება, რაც ადამიანში ღირსება არის, ყველა ღირსება მაშინ თავმოყრილი იყო. იმიტომ რომ ღმერთმა კი არინება ესე, მან საკუთარი თავი განაწყო ამისკენ. მან თვითონ მოამზადა საკუთარი თავი ღვთის მისაღებად. ამიტომაც არის რომ ის არის მაგალითი მთელი კაცობრიობისა. ჩვენ დავაკვირდეთ საკუთარ თავს, დღევანდელ დღეს შევხედოთ, დღევანდელ 21 საუკუნის სცენს შევხედოთ. რა სცენითაც დღეს ჩვენი მთელი კაცობრიობაა დაავადებული. პირველი, უმძიმესი სცენი, რაც კაცობრიობაში ძალიან მარტივად მიღებულია. ქალწულების მოსპობა და განადგურება. დღეს ქალწულობა დასაცინი არის დღეს კაცობრიობაში. ანუ ქალწული ღვთისმშობელი რო არ ყოფილიყო ქალწული, არ მოხდებოდა მაცხოვრის შობა, დღეს წარმოიდგინე ადამიანები მარტივად ქალწულობას თმობენ. მათ ეს თავიანთი ქალწულობა არაფრად არ უღირთ და ბილწავენ თავიანთ ქალწულობაზე და დღეს რომ შენ გამოხვიდე ტელევიზიაზე და ქალწულებაზე ისაუბრო, დღეს შენ დასაცინე გახდები. დღეს ჩვენი ბევრი ახლობელი, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ცხოვრობენ, აქაც საქართველოში უკვე უცხოეთს არ მიდივართ, აქაც. დღეს გოგონები უკვე 15-16 წლის გოგონები დასცინიან უკვე ერთმანეთს ქალწულებაზე და უნებიან, როგორ შენ შეყვარებული ყავს და უკვე ურთიერთობა არა გაქვს. და დღეს ესე მარტივად ადამიანები ქალწულობას თმობენ. ის ქალწულობა, რომელიც ყველაზე დიდი ღირსებაა ქალისა, რომელიც სიწმედეა ქალისა, რომელიც სამკაულია ქალისა. ისინი ამ ქალწულობას მარტივად თმობენ და მათ ამ ქალწულობის გაფრთხილება არ უნდათ. მეორე და ყველაზე მძიმე სცენი და დღევანდელ ხარებასთან ეს ყველაზე მეტად ასოცირებული. აბორტის ცოდვა. ჩვენ ზოგჯერ არ გონია საკუთარი შვილები. რაღაცნაირად როგორც კი ჩაისახა, იმას არ ხვდით შვილად, სანამ არ დაიბადება, სანამ არ გაიზრდება, მანამდე არ უყურებია შვილად და ჩასახულ ბავშვს ისინი არ თვლიან იმად, რომ ის უკვე ადამიანია, პიროვნებაა. კანონიც კი სახელმწიფოში მიღებულია, სადაც რამოდენიმე კვირამდე შეგიძლია რომ აბორტი გაიკეთო. მე აღარ შეგიძლია გაიკეთო აბორტი, რაღაცა კანონი გრძალავს მე აბორტს. და ხარების დღე რა არის? პირველი წამიდან ჩასახვაზეა საუბარი. როგორც კი ღვთისმშობელმა დაუშვა მის ასახვა, იმ წამიდან ის უკვე განკაცებული ღმერთი და განკაცებული ადამიანი იყო. ის უკვე ღმერთ კაცი იყო იმ წამიდან, ჩასახვის წამიდან. მაშინ ორივე ბუნება ერთად იყო. წარმოიდგინეთ, ანუ იმ წამიდანაა ჩასახვაზე ლაპარაკი და ადამიანებს თუ იმ ბავშვს ვერ ხედავენ, მზად არიან რომ საკუთარ შვილს ყელი გაუჭა და ნაგავში გადააგდო. არ რაღაცა აბები დალიონ და ამით ეს მშობიარობა შეწყვიტონ. და საკუთარი შვილს განაჩენი გამოუტანონ. სიცოცხლის განაჩენი გამოუტანონ. ხშირად ეს ხდება რის გამო, რომ სირცხვილის გამო ძალიან ბევრი აბორტს იკეთებს იმის გამო, რომ მრუშობის არცხვენია, რომ ჩუმად რომ მრუშობს, ისე ჩუმად რომ აკეთებს ამ ცოდვას და მერე მშობლებმა არ გაიგონ, საზოგადოებამ არ გაიგოს, რომ ის ფეხმძიმედ არის და რაღაც ესე, ამის გამო მზად არიან, რომ საკუთარი შვილი მოკლა. საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალო და ადამიანები ამ ცოდვას ვერ ხვდებიან. ან მეორე და უკიდურესი ცოდვა, კიდე უმძიმესი ცოდვა. რო შვილები ყავს სიდუხჭირეში არიან და ამდენი შვილი როგორ უნდა გააჩინოს მან? როგორ უნდა გააჩინოს ამდენი შვილი? და მზად არიან საკუთარი შვილები მოკლა. იმიტომ რომ მეორე შვილს პრობლემა არ შეექმნას.
რომ მეორე შვილს მე რაღაც მე პრობლემა არ შეგვიძლია რომ მე ეს როგორ ვარჩინო ამდენი შვილი როგორ უნდა გავზარდო მათ ხო სწავლა უნდა განათლება უნდა ჩაცმა უნდა დახურვა უნდა ამიტომ ზადავა რომ მოკლა ჩემი შვილი გავანადგურო ჩემი შვილი აი ეს არის ადამიანი რომელიც ამაზროვნებით ცხოვრობს მას ხარებასთან საერთო არაფერი არ აქვს მას ამ ხარების სიხარულთან საერთო არაფერი არ აქვს ის ამ ხარების სიხარულით ვერასოდეს ვერ გაიხარებს ვერ იგრძნობს იმას თუ რატომ არის ხარება მნიშვნელოვანი დღესასწაული და რატომ არის ჩვენთვის ქრისტიანების ეს უმნიშვნელოვანესი დღე სიხარულის ბედნიერების და გახარების დღე იმიტომ რომ შენ ქრისტე ბოლომდე არ გესმის შენ არ იცი შენთვის რა არის ქრისტე რატო დაუშვა დედაღვთისმშობელმა და რატო მოხდა ამხელა რაღაცა ამხელა საოცრება წარმოიდგინე ღმერთი განკაცდა ღმერთი რომელსაც წელი მსოფლიო ვერ იტევს ინება რომ ადამიანში დატეულიყო და ადამიანის სახით მოსულიყო ამ დღის დასაბამია დღევანდელი დღე ეს დღე არის დღევანდელი დღე როდესაც ყველა დღესასწაული ამ დღემ დააბადა ხარებამ დააბადა რო არა ხარება არც ეს დღესასწაული აქ არ ექნებოდა დღეს თქვენ ტაძარში არ ედგებოდით ხარებამ განაპირობა ესო დღეს თქვენ მე წირვის დროს ეზიარებით მაცხოვრის და ხორცის ზიარების ღირსები გახდებით ამაზე დიდი ბედნიერება ადამიანს რა უნდა ქონდეს რომ შენ ქრისტესთან თანაზიარება გაქვს რომ შენ უფლება გაქვს რომ ქრისტეს თანა ეზიარო მაგრამ ამ ყველაფერთან შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს შესაბამისობაში უნდა მოინდომო უნდა შეცვალო შენი ცხოვრება დღეს დილით სანამ წამოვიდოდი ეს ტრადიცია და მოხს ეს ყოველდღე თითქმის კვირის წინ სანამ წირვაზე წამოვიდით ადრე დგები და ვკითხულობ გაბრიელ ქოძეს ქადაგება საოცარი წმინდანის ეს მე ძალიან მყავს ეს წმინდანი და აი დავაკვირდი ყველა ქადაგებას მე 4 ქადაგება წავიკითხე 4 ქადაგება იყო ხარებასთან დაკავშირებით და 4-ვე ქადაგება ქონდა ქალებთან დაკავშირებით და საუბრობდა იმაზე რომ როგორი იყო ადრე ქალი ანუ წერს 19 საუკუნის ბოლოს და 20 საუკუნის დასაწყისში ეს ქადაგება დაწერილი და როგორ შეიცვალა დღევანდელი ქალები წარმოიდგინე 20 საუკუნეში წერს ამას და რას ამბობდა გაბრიელ ფიქოძე დღესო ქალებმაო მოინდომეს რაო რომ კაცო გადაასწრონო მოინდომესო რომ კაცზე წინ იყვენო არ და ქალსო იმხელა უპირატესობა აქვსო კაცეო რაღაცებშიო ამაშიო კაცი ვერასოდეს ვერ დაეწევაო ქალსო პირველიო რაც ყველაზე ღირებული და მთავარი ჯილდო აქვსო ქალსო ღვთისგამიცემულიო ქალსო აქვსო საოცარი რამე ზრუნველობაო რაც ზრუნველობა ქალს აქვსო ესეთი ზრუნველობა კაცს არასოდეს არ ექნებაო აი ქალი როგორ ზრუნავს შვილზე ესეთივე ზრუნველობა არასოდეს კაცს არ ექნება როგორიც ზრუნველია აი ქალსო შეულიაო თავგანწირვაო ბოლომდე თავი გაწიროს ოჯახისთვის შვილებისთვის მეუღლისთვის უანგაროთვის ყველაფერი აკეთოს აი სიყვარული აი ნამდვილი სიყვარული როგორ გამოითქმის დედასავით უყარს ამას ვიტყვას ყველა მამასავით უყარს ეს არა აი დედასავით რო უყარს ადამიანი აი დედობრივი სიყვარული ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული თუ რამე შეიძლება რატომ იცი დედობრივ სიყვარულს ანგარება თან არ აქვს დედობრივი სიყვარულია როგორიც გინდა იყოს შვილი მნიშვნელობა არ აქვს ეს სულ რომ საშინელება გაუკეთო შვილმა მშობელს მაინც უანგაროდ უყარს დედა საკუთარი შვილი მამა ესე არ არის შვილის მიმართ то დედას ეს გზნობა საოცრად აქვს მოჭარბებული იმიტომ რომ ღვთისგან დადგენილია ეს წესი დედაზე ზრუნველობა მიხედვა საკუთარი შვილებისა პატრონობა ოჯახისა იმიტომ რომ ოჯახის თავარი ბურჯი და საყრდენი არის დედა და ქართველებმა ეს თქვა კარგადაც მოუწევთ რომ დედაბოძი დავარქვი თავარ სახლის თავარ საყნეს სადაც სახლია დაყრდნობილი მას დედაბოძი ქვია საქართველოში იმიტომ რომ დედაზეო და გაბრიელ ამაზე საუბრობს რომ აი დედას ყველაფერი ჩაბარდა მაგრამ დღესო ამ დედაბოძს აცლიანო სახსო ამ დედაბოძის მოშლა უნდა თუ და ქალსო ეუნებიანო იმასო რომ შენ ეს ყველაფერი უნდა შეცვალო იმიტომ რომ კაცი ჩაგრავსო შენო აბა ნახე რომ სახლში ხარ შვილებზე ზრუნავ აგერ კაცი გასულია მოდი შენც გადი სახლიდან შენც გაიქეცი სახლიდან და ეს შვილები ესე დავტოვოთ ეს შვილები მივატოვოთ სწავლა განათლებაშიო ცუდი არაფერი არის პირიქითო სწავლა განათლება ძალიან აღმატებული არისო და სოლომონის დედა მოყავს ამის მაგალითად რომ სოლომონის დედა რომელიც ძალიან ბრძენი იყო თან მეფე იყო და მეფის ცოლი იყო და საოცარი ოჯახის შვილი ანუ განათლებაც ჰქონდა ყველაფერი ჰქონდაო მაგრამ ერთადერთი რამე ამკოვდაო სოლომონის დედასო მას ჰქონდაო საოცარი სიმდაბლეო და მზრუნველობა საკუთარ ოჯახზე მიუხედავად იმისა რომ დედოფალი იყო ის ბოლომდე ზრუნავდა ამაზეო მე კიდევ ერთ რამეს დავამატებ ჩვენ საოცარი დედოფალი ვყავდა თამარ დედოფალი რომელსაც ჩვენ მეფე უწოდეთ ანუ მეფის ტიტულითაა მე არ ვიცი სადმე ევროპაში ან ნებისმიერ ქვეყანაში ქალს არ ეწოდება მეფე მარტო საქართველოში ესეთი რამე და ქალს ჩვენ მეფე უწოდეთ იმიტომ რომ ის იყო გამორჩეული თავისი რითი
თავისი სიმდაბლით, წმინდა ცხოვრებით, პატიოსნებით, იცით თქვენ როდესაც ომში მიდიოდა ჯარი, ის ფეხში შველა მიყვებოდა ჯარს. ღამის თევებით ლოცვებს საწყიროს ესწრებოდა, მსახურობდა, შესამოსლებს თავისი ხელით კერავდა. იმდენად 12 შესამოსელი შეუკერა უძლებს 12 დღესასწაულისათვის და 12 მღვდელს თავისი ხელით მოქარგული და თავისი ხელით შეკერი შესამოსელი ჩააცვა. მან იცოდა რომ ეს წირი შესამოსელი რომელთა ჩვენ ღვთისმსახურებას ვატარებთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მსახურების შესამოსლის შეკერვა და ის თავისი ხელით კერავდა. კი არ დაავალა თავის ხელებს რომ მოდი შეუკერეთ, არა, თვითონ თავისივე ხელით შეუკერა მან შესამოსელი მღვდლებს, სასურველ პირებს. ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა მას. თვითონ ემსახურებოდა ზოგჯერ რომ ხელებსო გააჩერებდაო და თვითონ ემსახურებოდა სუფრას. თვითონ აკეთებდა ამ ყველაფერს. ამიტომაც გახდა თამარ დედოფალი ესეთი საყვარელი თელი ერისთვის. ამიტომაც შეიყვარა ერმა ესე თავისი დედოფალი და თავისი მეფე. ამიტომაც უდესი პატივისცემა მაქვს და მე არ მეგულება კუთხე საქართველოში, სადაც არ ამბობენ რომ აი აქ თამარის დაყვალებია, აქ თამარი ის და ყველგან ამას საუბრობენ. რატო? იმიტომ რომ მას ეს სიყვარული ჰქონდა თელ ერში. და უდესი სიყვარული და დაიმსახურა მან და ამიტომაც მის ხელში უამრავი სიკეთე მოხდა. ამიტომაც ქალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ცხოვრებას, ქალის დამოკიდებულებას და ყველაზე დიდი სამკაული ქალის არის თავმდაბლობა, სიწმინდე, პატიოსნება და ამ სიტყვის გაფრთხილება. მე განსაკუთრებულად ქალებს მინდათ მოგილოცოთ დღევანდელი დღე ხარებს დღესწაული და ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. მე გთხოვ და ვითხოვ ღვთის წინაშე რომ დედა ღვთისმშობელს მიმსგავსებოდით. ღვთის ხმისთვის მოგესმინოთ. ღვთის გამოგზავნელი ანგელოზთვის მოგესმინოთ ყოველთვის და არ მიმსგავსებოდეთ პირველ ევას, ანუ რომელმაც მოусმინა ეშმაკს და რომელმაც ამით კაცობრიობა დაღუპა და კაცობრიობა დაყუპის გზით წაიყვანა, არამედ პირიქით ანგელოზს მოგესმინა და ამით გეცხოვროთ ამ სიწმინდა პატიოსნებით. ღმერთმა გააგახაროთ, ღმერთმა სიკეთე, წყალობა, მადლი არ მოგაგოთ. ღმერთი შეეწიოს თითოეულ თქვენდაგანის ცხოვრებას, ღმერთმა ჩვენი ეკლესია დაალოცოს, ჩვენი პატრიარქი დაგვეულოთ საოცარი ადამიანი და ისე და ისე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდი წირვაზე და აესწარი წირვას და მე გითხარით რომ აღდგომამდე მაინც ამას ყოველ კვირას ვიტყვი. რომ არ მინდა რომ აღდგომის შემდეგ წახვიდეთ. აღდგომის შემდეგ დაიკარგო და მე მინდა რომ აი როგორც დღეს თქვენ აი ესე მრავლად ხართ ტაძარში, ესე აღდგომის შემდეგაც ესე იყო ტაძარში და აღდგომის შემდეგაც ესე დაესვათ ამ წირვებს და არ მოაკლოთ საკუთარი თავებს. გუშინ ლოცვაზეც კი ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული. აი ჩვეულებრივ კვირას აი ჩვეულებრივ წირვას ვატარებთ, აი კვირას ამდენი ხალხი წადიოდა, დიდ მარხვას არ გულისხმობ ისე ჩვეულებრივ კვირაზე. ისე იმდენი ხალხი იყო გუშინ ლოცვაზე მოსული. რატომ? იმიტომ რომ ხარების დღესასწაული იყო და ხარების ლოცვა იყო. და სხვა დროს ესეთი მოწადინებულები არ ახართ ლოცვაზე მოსვლისთვის. ამიტომ ძალიან გთხოვთ, შეძელი და საკუთარ თავს აჯობეთ. დიდი მადლობა ყველას მომბრძანებისათვის, ღმერთმა გააგახარო და ეს კურთხევა, წყალობა და მადლი არ მოგაგოთ. შემდეგ კვირას ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარებთ 7 ზეთისხებას და კვირას 4 საათზე, საღამოს 4 საათზე ჩატარდება 7 ზეთისხება. ღმერთმა დააგვიცოთ, გააგახარო და ღმერთი შეეწიოს თითოეულ თქვენდაგანის ცხოვრებას. ამინ. გაიხარეთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. ამინ.